სინამდვილეში სასაფლაოები ყოველი აღდგომის წინ საქართველოში სუფთავდებოდა და ეს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლში, სადაც გაწერილი არის ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებები, პირდაპირ წერია, რომ არის სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილება და ამას მუნიციპალიტეტები აკეთებდნენ თავისი ყოველგვარი მითითების გარეშე ყოველწლიურად და არა მხოლოდ აღდგომისთვის. უბრალოდ ვიღაცა ჭკვიანმა, გენიოსმა, ახლა მთავრობის ადმინისტრაციაში მოიფიქრა, რომ მოდი ამაში პრემიერი, ასე ვთქვათ, ჩავაყრა. იმ მუნიციპალიტეტებმა, სადაც თავმოყარეობა ცოტა უფრო შერჩათ, გააზიარეს მხოლოდ სახელმწიფო რწმუნებულების ინფორმაცია. ამან დაწერეს თავად ამგვარი ინფორმაცია და ბოლოში მიუთითეს, რომ ამ ყველაფერს აკეთებდნენ პრემიერის დავალებით. აი, ყველაზე თავმოყარეობებმა, მაგალითად, როგორც არის ახალციხე და ბორჯომი, ამაზე საერთოდ ვიდეოები გააკეთეს და დაიწყეს სწორედ იმით, რომ პრემიერის დავალებით სუფთავებენ სასაფლაოს. ჩახედონ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს, ვისი უფლებამოსილებაა ეს და თუ არა ასრულებენ ამ უფლებამოსილებას, მაშინ ვისი ადგილობრივი თვითმმართველობაა, ვისი მერები არიან და საერთოდ რას აკეთებენ. ძალიან სამწუხაროა, რა თქმა უნდა, მე აქამდე ვიცინოდი ხოლმე, როცა წინა პრემიერის ღარიბაშვილის უშუალო ჩართულობით და დავალებით საახალწლო ნაძვისხეები მართდებოდა ხოლმე. და თურმე ჯერ სადავართ, ახლა სასაფლაოებს ვაწესრიგებთ პრემიერის დავალებით. ზოგადად თუ გადავხედავთ განსაკუთრებით ბოლო პერიოდის ინფორმაციებს, რაც ადგილობრივ თვითმმართველობას ეხება, აბსოლუტურად ჯერ ისედაც ცენტრალიზებული იყო და კიდევ უფრო მეტად ცენტრალიზებული ხდება ეს სისტემა,